კარგი, გიორგი, ძალიან მინდა, იმიტომ ჩვენ მაქსიმუმ გვაქვს ერთი 10 წუთი დარჩენილი, 15, იმიტომ თემას ძალიან მნიშვნელოვანი თემა. შენ სოციალურ ქსელში წავიკითხე შენი პოსტი, რომ მიმართავდი, ასე ვთქვათ, კოლექტიურად მიმართავდი რიტორიკულად ჩვენს ოპოზიციას. და ასე ვთქვათ, ამბობდი, რომ აი პარტიებმა, რომლებმაც 8-10% ძლივს აიღეს საპარლამენტო არჩევნებზე, აი რისი იმედი გაქვთ მარტოს, აი რა ფენომენთან გვაქვს ახლა უყურე, აი პატარა იმას გავაკეთებ რემარკს. თქვათ რომ დაუშვათ კიდევ ერთხელ ჰიპოთეტურად, რომ აი ამ რეჟიმს ვებძვით, ხო? ნუ რაღაც მოსახლეობის მოქალაქეთა რაღაცა ნაწილს უნდა რომ შეიცვალოს ქართული ოცნება. სამი გზაა, ხო, პრინციპში, აი ეს ძალიან მაყურებელს რო უთხრა, ძალიან მარტივი. ერთი არის აჯანყება, ამბოხი, სროლა, უბედურება, დამხობა, რევოლუცია და ფორმების სხვადასხვა ვარიაციებია, მაგრამ ძალადობრივი. მეორე არის, შეგუება, შევეგუებით და პატარა ლუკაშენკოს სისტემა იქნება თუ რაც იქნება რა. მესამე არის რაღაც პოლიტიკური ბრძოლის ბერკეტები, მექანიზმები, ხო? სხვა რა მეტი მე მგონი ჯერჯერობით კაცობრიობას არ გამოუგონია, ხო? არ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, როგორ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, რატო უჭირს ქართულ ოპოზიციას პროდასავლურს რო ეძახის თავს, გაერთიანებას, ერთსულოვნება, ერთობა სიტყვის მასალაროა, საქმე, ხო, ჩვენ გვყავს 4 ბარიერ გადალახული, ეგრეთ წოდებული 4 ბარიერ გადალახული პარტია. უკვე გაიყო, ანუ ლელო და გახარია საქართველოსთვის ვიღებთო, ნაციონალური მოძრაობა და ახლები არ ვიღებთო, ამათ გარშემო პატარ-პატარა პარტიები დაჯგუფდნენ, იქ ძველი გირჩი, იაგო ხვიჩიას გირჩი მივიღებთო, ახალი გირჩი არ მივიღებთო. რა ქნა შრელმა პეპელა, ანუ რა ხდება? რა არის, მე პირადად ერთიანობის მომხრე ვიყავი, ანუ ერთიანობა კიდევ ხაზგასმის აღნიშნავს ერთ პარტიაზე. ერთ პარტიაზე. ძალისხმევის ერთობას ვიძახი მე. თავარი სინამდვილეში პრობლემა ოპოზიციის იყო, რომ სტრატეგიული კურსი მათ შორის მე რაღაც ფორმატებში არის ვიტყვი, რაღაც ფორმატებში მქონდა. ხო რა, ამ პარტიებთან ამერიკული ანალიტიკური ასე ვთქვათ, რაღაც ასთა გამოსვლა რაღაც კონფერენციებით რა, ასთა გასვლა და შემდეგ და ეს პროცესი იწყებს რაღაც სექტემბრიდან აი დღემდე რა. რას გულისხმობ, რომ მე პირადად იმედგაცრუებული